გეტყვით, უცნაურია, როდესაც ბატონ ლილუაშვილი საუბრობს, რომ თურმე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კარგად გამორწმენდილი ძალები გამოიყენებენ სათავისოდ თუ ჩვენ საჯარო დავტოვეთ ხსნომას. კი ბატონო, შესაძლებელია დაგეთანხმოთ რამდენიმე მიმართულებით. თუ კი კითხვები იქნება ამოწურავი, რის იმედიც არ მაქვს. მაგალითად, თუ კი შევეხებით ჩვენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. კი ბატონო, აქ დაგეთანხმებოდით. კი ბატონო, დაგეთანხმებოდით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მაგრამ აქ რამდენიმე სხვა თავებიც იყო, ხო, თქვენს მოხსენებაში. მაგალითად, კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლა, რომელთაც აი ესე იწონებდით თქვენ თავს საანგარიშო პერიოდში. რა არის აქ დასამალი? მე მაქვს კითხვა მაგალითად, როგორ მოხდა რომ საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 21 საქმეზე აღზარით საქმის სისხლისამართლის საქმე ქთამის აღებაზე. ქთამის აღებაზე 21 და ქთამის მიცემაზე 3. კაფიო წერია 21. 21 საქმეა და როგორი საქმეებია თან? ცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ცხვარიჭამიაში დაგიჭერიათ თურმე ქთამის აღებაზე. მაშინ როდესაც მაინტერესებს მე და საზოგადოებასაც აინტერესებს ბატონ გოგაშვილთან დაკავშირებით კითხვები თქვენი კოლეგა რომ იყო და დღეს რომ პარტიაში მოღვაწეობს. მოვიდა, არა, ბატონი, თუ შეიძლება ბატონი დავასრულებ. ხას უბრალოდ თუ შეიძლება პროცედურულად ვიყევით თუ აქ ყველა კითხვის დასმის კი ბატონო, დავასრულებ. კი ბატონო, მართლა არ ინტერესებს ან რა არის აქ დასამალი? კაცი მოვიდა სოციალ-დაუცველი სტატუსით და არის ოფიციალურად დეკლარირებული მილიონერი, ხო? მაინტერესებს კითხვა დავსვა და პასუხი მოვისმინო, მათ შორის მოვასმენოთ საზოგადოების დიდ ნაწილს კვილიკაშვილთან დაკავშირებით, როდესაც თქვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამხილა თქვენივე ლიდერმა ბატონმა ივანიშვილმა 706 მილიონი დოლარის მოპარვაში. ეს აქ საიდუმლოა რა არის 24 საათი ამაზე ვსაუბრობთ. და ასევე თქვენ არის იცაუბრეთ ძირითად საქმიანობებზე და მიმართულებებზე და დაასახელეთ მრავალი, მათ შორის ჰიბრიდული გამოწვევები, მათ შორის ქვეყნის საშინაო და საგარეო სხვადასხვა ფუნდამენტალური გამოწვევები, მაგრამ ერთი სიტყვა არ დაგცდენიათ თქვენს ყველაზე ძირითად საქმიანობაზე. რა არის ეს? ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა. და მაინტერესებს თქვენი სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რამდენად ახორციელებს და კონკრეტული კითხვები გვაქვს პოლიტიკური ოპონენტების დევნას და ასევე მაინტერესებს გეყოფათ კადრიერება მაპატეთ შეურაცხყოფის გარეშე თუ არა და თქვათ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაცლილია მთლიანად პოლიტიკური კომპონენტისგან. უბრალოდ მაინტერესებს აი ხა ამოვიწერე თქვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი აღჭურვილი თელი ტექნიკით სენაკში ჩვენმა სენაკის შტაბის ხელმძღვანელობა დააკავა. როდესაც ფარულ მიყურადებას ახორციელებდა ბატონი მურატ ჭანტურია. რა ბედი ეწია ამ ადამიანს უბრალოდ გაათავისუფლეს ბატონი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცა? ამიტომ ეხლა მე განგებ გავშალე ეს რამდენიმე საკითხი. აი აქ საიდუმლო რა არის? ამაზე არ შეგიძლიათ საჯაროდ ისაუბროთ? კიდევ ერთხელ გვირდებით, ტერორიზმთან დაკავშირებით კითხვები როდესაც დაისმევა, დავხუროთ და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით როდესაც კითხვები დაისმევა, დავხუროთ, მაგრამ ფულს რო იპარავენ თქვენი კოლეგები, მათ შორის თქვენი ყოფილი კოლეგა სოსო გოგაშვილი რომ მოიპარა, ამასთან დაკავშირებით კითხვას როდესაც დავსვამთ, არ დახუროთ თქვენი ეს სხდომა. მე მგონი მარტივია, მადლობა. მადლობა, ბატონ ნიგა, არ შემოვალ პოლემიკაში, ბატონ